მოგესალმებით მეგობრებო, მე რატი ვარ და დღეს განსხვავებულ ეპიზოდს შემოგთავაზებთ. დღეს ვისაუბრებ ტენტებზე, აღჭურვილობაზე, ასევე თქვენთან ერთად დავრჩები ამ ლამაზ ადგილას და ვეცდები მომზადოთ ძალიან გემრიელი საკვები. ამჟამად ვიმყოფებით თბილისთან ძალიან ახლოს, 40 კილომეტრში, მრავალწყარო წყალსაცავზე, სადაც დაგვხდა განსხვავებული და ძალიან ლამაზი ნახევარუდაბნო და ფერადი მთები. აქვე მინდა მადლობა გადავხადო გამომწერებს, იმ ადამიანებს, ვინც გიყურებს, იაქტიურეთ კომენტარებში. ასევე ვისაც არ აქვს გამოწერილი არხი, თხოვნა მექნება რომ გამოიწეროთ, ამით უბრალოდ ძალიან დაეხმარებით არხს კომენტარებში. კარგი, დავიწყოთ კარვის გასვლა, თან მოგიყვებით თუ როგორ ვიყიდეთ, სად ვიყიდეთ და რა დაგვიჭდა. სულ ორი სამაგრი აქვს გასაშლელად, რომელიც ძალიან ცოტა დროს მოითხოვს. ერთი ხელის მოძრაობით შეგიძლიათ ჩვეულებრივად გახსნათ კარავი. რაიმე განსაკუთრებულ ძალისხმევას არ მოითხოვს, მარტივი გასაშლელია, პრაქტიკულია, ადვილად იკეცება, სკიბე მოყვება, არის ძალიან მყარი და საიმედო. ეს კარავი შევიძინეთ Alibaba-ს საიტიდან. სიგრძეში არის 220 სანტიმეტრი, სიგანეში დაახლოებით 125 თუ არ ვცდები. კარავი არის 2 ადამიანზე გათვლილი. ფიქრობ 3 ადამიანიც ჩვეულებრივად დაეტევა. მატრასი მოყვება, რომელიც ძალიან რბილი და კომფორტულია და ფეხსაცმელების ჩასადები, პატარა ესეთი ჩანთები, რომელიც გვერდით აიკიდება. რაც შეეხება დამონტაჟება, მოყვება 4 სამაგრი, არხნულ ასე ვთქვათ რელინგებზე აქვს გაკეთებული ტულეს სამაგრები და რელინგებზე დგას შემდგომ კარავი თავისი 4 სამაგრი. რაც შეეხება ხარისხს, ხარისხი ძალიან კარგია, ყოველ შემთხვევაში ამ ფასთან მიმართებაში რაც გადავიხადეთ იდეალურია. კონკრეტულად ეს მოდელი, ეს ზომა დაჯდა 1800 ლარი, თავისი აქსესუარებით და ყველაფრით ეს ადგილზე. ჩამოტანა დაგვიჯდა 700 ლარი დაახლოებით და გამბაჟება 500 ლარი ამ კონკრეტულ მოდელს. თუ გსურთ ამ კარავის გამოწერა, პირველ რიგში უნდა მიწეროთ sellers, შეუთანხმდეთ ზომებზე, მექანიზმებზე და ასე შემდეგ. მეორე საფეხური რაც არის, პოულობთ ჩამოვტან კომპანიას, რომელიც ჩამოგიტანთ, წონა დამავიწყდა, წონა არის 70 კილოგრამი, არც თუ ისე მსუბუქია. კომპანიის შემდეგ უკვე გამოწერთ და დაელოდებით ნივთს საბაჟოზე. რაც შეეხება ტენტს, ანუ ოუნინგს, იგივე sellers-გან შევიძინე. ეს არის სიგანეში 2 მეტრი, გაშლის სიგრძე არის 2 მეტრ ნახევარი. საკმაოდ საჭირო ნივთი. მსგავსი ტიპის მოგზაურობებისთვის იხსნება ძალიან ადვილად. რაც შეეხება ამის ფასს, ეს კონკრეტულად დაჯდა დაახლოებით 300 ლარამდე. ოუნინგი საკმაოდ კარგი ხარისხია, კარგი მეტალისგან არის დამზადებული, საკმაოდ მარტივია, როგორც ნახეთ, წყალგამძლეა, დაახლოებით 10 კილოგრამია, ჩვეულებრივად ძალიან მარტივად შეგიძლიათ დამონტაჟოთ, თავარი ავტომობილს გქონდეს გვერდითა ქარხნულად სამაგრები. პირველ ვიდეოში მქონდა მაგიდა, რომელიც იყო საშინელება, არაფერში არ გამოდგა. ძალიან რთული იყო გასახსნელად, არაკომფორტული, დროშიც ასაწყობდეს. ამ შემთხვევაში გამოვიწერე ეს კონკრეტული, მარტივად ერთი ხელის მოძრაობით იშლება და არ ჭირდება რაღაცა ზედმეტი რამე. ამაგიდას ესე მოყვება განათების სამაგრი, შეგიძლიათ დაამაგროთ იმ კუთხეში, კუთხეშიც გსურთ განათების დამონტაჟება, ჩემ შემთხვევაში აქ დავაყენებ. რაც შეეხება ფასს ამ შემთხვევაში მოდი აღარ ვიტყვი, ლინკს დავდებ და ფასიც ჯობდა იქ ნახოთ, რამაც თქმულება რო არ გქონდეს ფასთან მიმართებაში. ნახეთ და შეიძინეთ თუ მოგეწონათ. რაც შეეხება სკამს, მეგობრებო, ძალიან დიდი დრო დამჭირდა სკამის მოსაძებნად. აღწერაში ჩავსვავ ლინკს და ფასიც იქ ნახეთ. მყარი და კომფორტული
აღმოჩნდა, არ მეგონა ნამდვილად. სკამიდამაგი და გაჩვენეთ, ეხლა ვეცდები კონტენტად მომზადო ყავა. გადმოვიღებ ყუთებს, ინვენტარის. გაზი მეგობრებო თავისი 2 ბალონით წინა ვიდეოებშიც ნახავდით შეგხვდებოდათ. ძალიან პრაქტიკული რამეა. ბალონის მორგებაა საჭირო. ჩაულებრივად მუშაობს. ეს მეგობრებო, ავაწყე მე თვითონ, რამოდენიმე ისეთი ნივთია, რომელიც სისტემატურად ჭირდება. დანა, ნაჯახი, სიპო, ფანარი და ასე შემდეგ. გავაკეთეთ მეგობრებო ყავა. ეს კომპლექტი მთლიანად გამოვიწერე. მოყვა მადუღარა, საფქვავი და რამოდენიმე პატარა დეტალი. ყრით საფქვავში ყავას, მარცვალს. და ვიწყებ პირველ რიგში გაფქვას. ვერ გეტყვით რომ მარტივი გასაკეთებელია, ალბათ ბევრს უჩანია ხსნადი ყავის პაკეტების გიგოაიჯერადი, უფრო მარტივად ალბათ გაკეთებადია. თუმცა მე ეს პროცესი ძალიან მიწევს, ეს გაკეთების სხვანაირი გემია. ყავა გაფქულია, ჭირდება წყალი. შემდეგ უკეთება თავისივე ფილტრი, სადაც ყრით ყავას. შემდეგ უკეთებთ ფილტრს. დგავთ გაზზე. ახლობით 5 წუთში ჩვენი ყავა მზად იქნება. ყავა ძალიან გემრიელი გამოვიდა მეგობრებო, ძალიან უხდება ამ გარემოს. ცივა დაახლოებით 4-5 გრადუსია, მზე არის, თუმცა არ ათბობს საერთოდ. ეხლა კი დავტყვევი ამ ულამაზესი ხედებით, დავაგემოვნებ ბოლომდე ყავას, ვეცდები თქვენს გაგიზიაროთ საქართველოს ეს ულამაზესი ადგილი. შემდეგ კი ერთად ავანთოთ კოცონი და მოვამზადოთ გემრიელესი საკვები. უკვე მოსაღამოვდა, საგრძნობლად აცივდა, დროა კოცონი ავანთოთ და მოვამზადოთ რამე გემრიელობა. წინა ვიდეოებიდან ყველას გემახსოვრებათ ეს მაყალი, რომელიც არის ძალიან კომპაქტური.
დიდი ხანია ვიყენებ და ძალიან კმაყოფილი ვარ. ერთ-ერთი მინუსი რაც აქვს, ორი ანთების შემდეგ ფერს კარგავს და ვიზუალურად ისე აღარ გამოიყურება, როგორც გამოიყურებოდა. თუმცა ფუნქციურია მაინც და პრაქტიკულია ყველა მხრივ. რაც შეეხება შეშას, ხშირად არის პრობლემა, ყოველთვის ვყიდულობ, ყოველთვის ვცდილობ წამოვიღო, ძალიან ბევრი განიყიდება დომინოში, smart disk-ში. შეიძლება შეიძინოთ, მაინც რომ თავი დაიზღვიოთ, რადგან აქ ახლა საერთოდ შეშა არ არის. ამის იმედზე ნუ წამო ხო? ჩემი რჩევა იქნება. როგორც ხედავთ, მეგობრებო, ცეცხლი უკვე აგიზგიზ და სანამ ნაკურჩხალი იქნება, მანამდე მოგიყვებით განათების შესახებ. კონკრეტულად დავიწყებ ამ განათებით, რომელიც ძალიან კარგი გამოდგა, ძალიან ბევრი ნათება აქვს, თბილი ცივი ფერები, ძალიან დიდი ხანი ძლებს, თითქმის მთელი ღამე გამიძლო. ასევე რამოდენიმე არის, რომელიც კარგად მუშაობს. არის რამოდენიმე, რომელსაც არ აღმოაჩნდა ის ელემენტი, რაც უნდა იყოს, მაგალითად ეს კონკრეტული, რომელიც ძალიან იაფიღირდა, ცოტა ხანი მუშაობს, მალე ჯდება, ვერ გირჩევდით ამის ყიდვას. განათება ის საკითხია, სადაც ვფიქრობ, ფული არ უნდა დაზოგოთ. დღეს ამას არ განვიხილავ ახლო კადრიდან, თითქმის ყველაფერი აქვს წინა ვიდეოებში გადაღებული. ეს კონკრეტული რკინის კორპუსით ძალიან კარგად მუშაობს, თუმცა ტელევიზორში დიდი ხანი გაძლევაზე ბევრი კაი არაფერი არ ეწევა, მაგრამ მუშაობს, კარგად ანათებს, ერთ საღამოს ჩვეულებრივად ძლებს. ასევე ვიყენებ EcoFlow-ს, ყოველს პატარა ვერსიას, დასატენად. ეს ყველაფერი ჩინეთთან არის გამოწერილი, ლინკებს აუცილებლად დავდებ აღწერაში. თითქმის ჩაიწვა, მეგობრებო, იქნება ჩვენი ნაკურჩხალი და დროა მოვამზადოთ ურაგული ბრინჯთან ერთად ნაკურჩხალზე, რომელიც იქნება ძალიან გემრიელი. ამისთვის დაგჭირდება დაფა, ქვაბები, მარილი და პილპილი, დანა, ერთი ცალი ლიმონი, ბრინჯი და რა თქმა უნდა ურაგული. და ასევე ამოსაბრუნებელი, არ ვიცი ქართულად რა ქვია. პირველ რიგში დავდგათ ბრინჯი. ასევე ამ ქვაბების ლინკსაც დავდებ აღწერაში, არის ნაკრები, თავის თეფშებით, ტაფა, ქვაბი, ჩაიდანი, ძალიან კომპაქტური, ერთმანეთში ჩდება, თავის ჩასადებით, ავოს წყლით, ჩავყრი ბრინჯს. არის იქნება, დავდგათ ცეცხლზე. მოვამზადოთ, სანამ ბრინჯი იქნება, ესეც დავდოთ შესაწყალად.
რეზინის ხალხათვანები მეგობრებო მოგადგებათ ძალიან ბევრ რამეში, განსაკუთრებით ცხინიანთან, თევზთან, ხორცთან და ასე შემდეგ. კარგი, დავიწყოთ. გვაქვს ორაგულის ნაჭრები. ძალიან მაგის აღზოლად გამოიყურება. ჩავაწურო. ხო, ესეთი გადავანაწილავ. მარილი, პილპილი. ეს არის და ეს მეგობრებო, დავალოდოთ ბრინჯს, თან პარალელურად დავდოთ ორაგული ნაკვეთშხალს. ცოტა დაგვეშალა მეგობრებო, თუმცა ფიქრობ აი ძალიან გემრიელი გამოგვივიდა. გავსინჯავ თქვენთან ერთად. გემრიელესია. ძალიან კარგია. რეალურად თევზის მწვადია. კარგით მეგობრებო, დღევანდელი ვიდეო დასასრულს მოვახლო და მე აქ უნდა დაგემშვიდობოთ. სამწუხაროდ ვერ რჩები რაღაცა მიზეზებიდან გამომდინარე. თუმცა ვთვლი რომ ძალიან საინტერესო ვიდეო გამოვიდა. თხოვნა მექნება რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი, ამით მეც და არხსაც დაეხმარებით განვითარებაში. და ასევე იაქტიურეთ მეგობრებო კომენტარებში, მე კი დაგემშვიდობებით მომავალ შეხვედრაზე.